აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა კლუბის საქმიანობაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკაზე. ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის სპორტული და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ბენეფიციარები და სპორტსმენები დაესწნენ. ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა კლუბი, რომელშიც 30-ზე მეტი ახალგაზრდა არის ერთდროულად გაწევრიანებული. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეთავაზებული იყო მათთვის თანასწორ განმანათლებელთა ტრეინინგები, გარდა და ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც ზოგადად ტრეინინგებზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურებოდა. პროექტი დღეს დასრულდა, მაგრამ პროექტის დასრულების შემდეგ კლუბი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამები, ისინი თავიანთ თემში, თავიანთ სკოლებში გააგრძელებენ აქტიურად იმ ცოდნის გავრცელებას, რომელიც მიიღეს პროექტის ფარგლებში. ერთი წელია რაც ვარ ჩართული ამ პროექტში, თავიდან ცოტა შებოჭილი ვიყავი, არ ვიცნობდი ბავშვებს, დრო და დრო გავიცანი უკვე, შემდეგ უკვე ძალიან კარგია იმისთვის, რომ გასწავლის საზოგადოებაში, აქტიურობას, გაძლევს ძალიან ბევრ გამოცდილებას იმასთან, თუ როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან მიმართებაში. ძალიან კარგია, რადგან მოგცა ძალიან ბევრი ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესთან და არა მარტო მასთან მიმართებაში. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი.